ეკონომიკური და სოციალური განზომილება ამ მოვლენას ნამდვილად არ აქვს, არც სოციალურად დაუცველების მასშტაბურ გადამოწმებას და არც ფასწარმოქმნას არ უწოდებენ. მე მგონი ფასნამატის კომისია არის ფასწარმოქმნის. ამ ტერმინს ახსენებენ ყოველ შემთხვევაში, როგორც ეგრეთ წოდებულმა ლეგიტიმურმა პრემიერმა მაგათ ყოვლად ლეგიტიმურმა. ასე ტერმინი დავამკვიდრეთ, მე ვცდილობ რომ დავამკვიდროთ. გასაგებია. მაღალ ყოვლად ლეგიტიმურმა, რომ ცოტა ვარჯიში უნდა და ცოტა რთული გამოვიწერთობით უფრო გაგვიადვილდება მე რა. ხო, როგორც ბრძანა ასეთ სტილში თავიდან, რომ ფას ნამატია 86% და იმის მერე ფას ნამატს იკვლევენ. არა ფას წარმოქმნის პრინციპს, არამედ ფას ნამატს სწავლობენ მიწოდების ქსელში. რაც შეეხება სოციალურად დაუცველების თემას, ხომ მართალი გითხრათ, ცოტა აუხსნელი პროცესი არის, რას აკეთებს ქართული ოცნება თავისი ხელისუფლების მე-14 წელს. გასაგებია დიქტატურის მცდელობა, გავიგეთ, რაღაც ლოგიკა არის ამაში, მაგრამ ან რატომ ცდილობს რომ სოციალურ დაუცველებს მოუხსნას დახმარება მაშინ როდესაც ის პოლიტიკური ნიშნით იყენებს მათ და იყენებდა ყოველთვის ხო საარჩევნო რესურსს წარმოადგენს გარკვეულწილად მათი გარკვეული რაოდენობა მაინც ისინი აქტიურად მონაწილეობენ ხოლმე ქართული ოცნების კამპანიებში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ცხადია, რომ ბევრი რეპორტაჟი გვინახავს ისე თქვენი გადაცემების მეშვეობით, რომ ბევრი მათგანი სულაც არ არის სოციალურად დაუცველი, ან არის ბევრი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს სოციალურად დაუცველთა სიაში და არ არის სოციალურად დაუცველთა სიაში. აი, ხომ არ არის ეს მომენტი, რომ მაგალითად გამოხშირონ იმის ხარჯზე, ვისაც არ ენდობიან, ვინც შეიძლება სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ მაინც არასანდო ჭალებში ელემენტად მიაჩნიათ, ან კიდევ უფრო მეტად გახდეს დაშინების მექანიზმი ეს ყველაფერი. ანუ რაღაცას ემსახურება ფაქტია, თავად ამ ინფორმაციის გავრცელებაც კი თუ არა და მისი აღსრულება შემდეგ არ ვიცით როგორ აღასრულებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გააკეთეს. ინსტრუმენტი, რომელიც არის მათი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი, უნდა შეიცვალოს უთქვეს ახლა, ხომ? ანუ შეუძლებელია, აქ არ იყოს რამე გათვლა, არ ვიცი, ან თანხების დაზოგვა, ან რამე სხვა. ამაზე ნაფიქრია, ხომ? ეს არ არის ასე ჩვეულებრივად გამოცხადებული გადაწყვეტილება და მით უმეტეს თუ კი ამის აღსრულება დაიწყეს საერთოდ. პოულობთ მაინც რაიმე ლოგიკას, ან ფიქრებს მიყავხართ თუ არა სადღაც იქითკენ, რომ შეიძლება ახსნა იყოს ეს. ეს რომ რაღაც ერთი ცალკეული გამოვლინება იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ მაგალითად რა ინტერესი აქვს ოცნებას, რომ თქვათ გძალავს 6 წლის ძველი ავტომობილების შემოყვანას საქართველოში. რა ინტერესი უნდა ქონდეს ამას ყველაფერს. ან ეს ფასწარმოქმნის კომისია რა არის და ეს ფასების დამდგენი კომისია რა არის, ხო? ანუ ბევრი რამ არის აბსოლუტურად აუხსნელი ამ მიმართულებით. შესაბამისად თანხების დაზოგვა თუ არის ესა ქართული ოცნება არ დგას ახლა იმ არჩევანის წინაშე, რომ ჭირდება აი ამ საქმისათვის თანხების დაზოგვა. მართალია ეკონომიკა ისე აღარ იზრდება, როგორც თქვათ 2-3 წლის წინ იზრდებოდა და ეკონომიკური ზრდის ტემპი ალბათ შენელდება მომავალში, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ თქვათ აიტანოს ბიუჯეტმა ის ტვირთი, რასაც აქამდე იტანდა. აი თქვენთვის როგორც პროფესიონალისტვის ეს არის გაუგებარი. აი ეს რაღაც გადაწყვეტილებები, ან გამოცხადება შესაძლო მომავალი გადაწყვეტილებისა. რა უნდა გაიგოს აქედან მოქალაქემ, რომელიც საერთოდ არ არის ვალდებული რაღაცნაირად ეკონომიკურ პროფესიულ ჭრილში შეხედოს ამ ამბავს.
მისთვის მოქალაქისთვის რომელსაც რაღაცნაირად სტაბილური გარემო უნდა კონდეს და უნდა რომ ყველა მოქალაქეს რომ რაღაც სტაბილური გარემოში იგრძნოს თავი გასაგები იყოს რა ხდება გარშემო ხო ცუდი კარგი ერთია მაგრამ გასაგები იყოს რა გზავნილია ეს მოქალაქეებისთვის როდესაც თქვენთვისაც კი გაუგებარია თუ რას ეუბნება მათ რეჟიმი მე შემიძლია ვისაუბრო თქვათ ეკონომიკურ ჭრილში ამ საკითხში ხო გადავიტანო ეკონომიკურ ჭრილში ეს ყველაფერი თუმცა ეკონომიკურ ჭრილში ამის გადატანა არ იქნება ალბათ არც მაყურებლისთვის საინტერესო და არც პოლიტიკოსებს ქართულ ოცნებას არ მიუღია გადაწყვეტილება ეკონომიკურ ჭრილში სოციალურად დაუცველი არის ის ადამიანი ძირითადად რომელიც ეთიშება სამუშაო ბაზარს, ანუ არ ქმნის ბაზარზე შრომის მიწოდებას. სტატუსის მოხსნა გაზრდის სავარაუდოდ შრომის მიწოდებას, მაგრამ მასშტაბს გააჩნია, რა თქმა უნდა, რამდენ ადამიანს მოუხსნიან ამ სტატუსს, რამდენი აღარ იქნება სოციალური დაუცველი თუ ეს ასეთი იქნება ბევრი მოქალაქე თან ჩვენ ისიც არ ვიცით ამ მოქალაქეებს შორის ისინი რეალურად მართლა მუშაობენ პარალელურად თუ არ მუშაობენ ესეც უცნობი ცვლადი არის. ამის სტრუქტურული უმუშევრობა გვაქვს ქვეყანაში ის ადამიანების სტატუსს ვინც დაკარგავს მე რა ვიცით რომ ან მართლა მუშაობს ან მართლა იშოვის რამე სამსახურს ან როგორ იქნება საერთოდ ეს გაუგებარი. ყოველ შემთხვევაში თუ ისინი მართლაც არ მუშაობდნენ მაშინ ეს უბრალოდ გაზრდის უმუშევრობის პრობლემას უმუშევრობის პრობლემას რო გაზრდის ეს გავლენას მოახდენს თავის მხრივ დროთა განმავლობაში ხელფასების დონეზეც იმიტომ რომ თქვა სავაჭრო ძალაუფლება მომუშავეების დამსაქმებლებთან შესაბამისად შედარებით შემცირდება და გარკვეულწილად ეს შესაძლებლობას მისცემს რომ ფირმებმა თავიანთი ხარჯები შეამცირონ ეს მომავალში აისახება ოღონდ ამას დრო ჭირდება ასევე ფასებზეც ანუ ხელფასები თუ შემცირდა მერე ეს გავლენას მოახდენს ფასების დონეზე. შესაბამისად, ფასების დონის შემცირება თუ უნდათ, კი ბატონო, სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის მოხსნა გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ამა გავლენა მოახდინოს ფასების დონის კლებაზეც. ბატონო რაკი, თუმცა აი ეს მთელი ეს პაკეტი ხარ, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება მოთავაზობს თუ პერფორმანსის ნაწილად ამუშავებს, ხომ? პროცესში აქვს ეს ბიზნესმენების გამოკითხვები თუ დაკითხვები თუ რაღაცა ტიპის მოძიება, ბაზრის კვლევა რატომ არის ფასი ასეთი თუ ისეთი. ახლა ეს გამოჩნდა სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა დიდ სურათში უამრავი კიდევ გზავნილი აქვს თითქოს ამ თემებთან დაკავშირებით, ხომ? საბოლოო ჯამში მოკლევადაშიც კი არ შემცირდა, რა ვიცი, კვერცხის ფასი შემცირდა? 12 თეთრით გაიზარდა ახლა და მერე შემცირდა 5. მოკლევადიანი ეფექტიც კი ვერ დიასახლისებმა ასე ამიხსნეს. ხო, რაღაცა პროპაგანდის ნაწილია, რჩება აი საბოლოოში მან წინსვლა ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში არც ერთი მიმართულებით. არც ერთი მიმართულებით არ აქვს. ანუ რა პაკეტია ეს, რაზე მუშაობენ, რაზე წვალობენ, აი რას ვისატყუებენ, რაზეა გათვლილი ეს მართლა. საქმე ის არის, რომ ყველაფერი პარლამენტში ზის ხალხი და ვიღაცებს ელაპარაკებიან. ნინო, აქ უბედურება ის არის, რომ დავამატებ ერთ წინადადებას უბრალოდ ვიდრე ბატონი აკაკი გაგვცემს პასუხს. ერთი არის, რასაც პროპაგანდირებენ, მაგრამ ეს მართლა რომ გააკეთონ, რასაც ლაპარაკობენ, ეს კიდევ უარეს შედეგს მოიტანს, პროპაგანდაზე უარეს შედეგს მოიტანს, თუ კი იქ მართლა ესე ხელით რეგულირებას დაიწყებენ ფასების, ხო? ეს კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება. ბოდიშვიხტი გაგაწყვეტინებს. საქმე ის არის, რომ ზოგადად ხელისუფლებას აქვს, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს ესეთი სტილი. ისინი ჯერ იტყვიან რაღაც ძალიან დიდ ტყუილს, მერე ეს ტყუილი უნდა ვივიღოთ როგორც მოცემულობა, ანუ სიმართლე და მერე ამ ტყუილზე დაყრდნობით აგებენ მსჯელობას და ამ მსჯელობაზე დაყრდნობით მერე რაღაც დასკვნები გამოვა. გვეპატიჟებიან ამ მსჯელობაში თან. კი, ცდილობენ ამ მსჯელობაში ჩაგვთონ.